აბა რომელი ფერი გინდა? ძვირი რამც იყოს მაინც წითელი მინდა. მოიცადე ჯერ კრემს დაგისვამ. მადლობა ძვირფასო. მადლობა შვილო. შეეშვით ფერებს. და არის რამე წინსვლა. რომელ წინსვლაზე საუბრო ფერენ? გუშინ გნახე ბოლოს. ნიშნობაზე ლაპარაკობს და ნიშნობაზე. კარგად არიან. ნახოთ ბედი თუა. გამუდმებით რვეულს ახსენებ. რვეული და რვეული რა იყო? იმ რვეულის ფურცლები ოქროსია. ბეკერს ვეკითხები, მაგრამ ხმას არ იღებს. ბეკერი რას გეტყვის? ჩემი ძმა არაფრით არ იტყვის. იცის მე რაც მოხდება? ოღონდ მე მომეწონა ქალბატონი ჯანანი. ამდენი შეურაცხყოფა მოისმინა თავისი მისამართით, მაგრამ მაინც დათანხმდა. გონი არ ღერს მისი შექება. ვინიც ის იქნებ შენს წაგართვას რამე ძვირფასი. სიძე კარგია მამიდა. გონი ერთმანეთს შეჭამთ. რა ერქვა? მის ძმას. როდესაც ოიქოს გული წაუვიდა, ძალიან ლამაზად დაეხმარა. ძალიან საყვარელია. ოზანი ქვია. ცხადია. მაშინ ვერ ომიტყვის მინდაო? ფასი დაეკარგება. თავსი ფასებს გოგო. როცა იტყვის თანახმოვარო, ბრილიანტი უყიდონ. თუმცა მაინც არ იტყვის. რას ამბობ დაორესმია? ასე როგორ შეიძლება? ჯერ ერთი ჩემი ოიქო ოჯახის დასაცავად მოიქცა ასე. ცხადია ასეთი გვარის ტარება ხომ პრესტიჟულია. ბავშვს არ უნდოდა რომ დედამის დაეძალებინა. ვინ ვისაძალებს? რა დაძალება? ღმერთო ჩემო. ვინ ვისაძალებს? მე რა ეგ ვთქვი? გარდა ამისა შენი ხასიათიდან გამომდინარე ვინ დაგაძალებს? და მე იმას ვამბობ რომ მართალია. მისმინე, იგავს მოვყვები. რა ერქვა იმ ბიჭს? ოზანი დედა. მაგალითად, ოზანმა რომ მოინდომოს ჩემს ნურზე დაქორწინება. კარგი იქნებოდა. იგავი მოყევი დაო. ეგ ხომ შენი უფლება? რამდენიც გინდა იმდენი მოყევი. დედა მალე გული წამივა შემშილისგან როდისავალ? აიღე და შეჭამე. არ არცალო, საღამოს ველოდები. საღამოს რა ხდება? დიეტაზე დაჭდა, დიეტაზე. ვერ ხედავთ, ღიპი გაუჩნდა, ასეთ ასაკში ღიპი როგორ შეიძლება? დიეტაზე. დაო, შენ არ გიჭამია. არც ერქანს უჭამია. რა მოამზადეთ? შხამიანია? შხამი დავუმატეთ. კიდევ შეჭამ ცოტას. ღმერთო ჩემო. ბედნიერ დღეს გისურვებთ. შეგაწუხეთ, მაგრამ რაღაც მინდა გკითხოთ. შემიძლია გავიგო იმ ლამაზი ბიზნესმენების სახელები, რომლებიც თქვენ სასტუმროში 4 ივლისი გაატარეს. რომელი ხუმრობა? გვაინტერესებს და ვრეკავთ. რთულია ნორმალურად პასუხის გაცემა. ნომრის 1 თვის დასაჯავსნად რომ დამერეკა. ასე არ დამელაპარაკებოდით. უზრდელი. მოგესალმებით, მე ყველა ბიზნესმენის უფროსი ვარ. ჩემი სახელია მაჰმუდ გიულენი. Mahmut Gülengil. შვილო, რას ლაპარაკობ? არაფერს დედა, უბრალოდ ტელეფონზე ვსაუბრობ. ერთმანეთს შეხვდით? გეფიცები გამოგონილ ხალხთან დაიწყო ლაპარაკი. გამაგიჟებთ. მედით სწრაფად ჩაიცვით. სწრაფად წავიდეთ ბავშვობა. თუ არ წავალ ჩემშილისგან პირდაპირ აქ მოვკვდები. მედი შვილო, მედი. მოემზადეთ, წავიდეთ. უკვე რამდენი საათია სარკესთან ზიხარ. თითქოს გჭირდებოდეს. მომენატრე. კარგი, მაშინ აერჩია. აბა? ჯერის მითხარი. რა უნდა მიართვა ჩვენ სტუმრებს? ვანახებ რომ ბატონი აჰიანი ჩვენ შორის არის. და კიდევ რა თქმა უნდა ტანსაცმელი მეორე ღირსება. ვინაიდან არავის არ გვავარ, ჩემი ტანსაცმელიც ისეთივე უნდა იყოს. მაშინ მესამე. არავის არ გინდა გავდე ქალბატონო ჯანანი. მაშინ აი ესეც აიღე. სოფლიოში არ არსებობს ქალი მერლინ მონროს გარდა, რომელსაც ეს ჰქონდა. მაგრამ
არსებობს ქალი, რომელსაც მსგავსი სილამაზე აქვს. ცხოვრებაში არ გავიკეთებ ამას. იმიტომ რომ ზერენი თავისი თვალებით, გამოხედვით, ყველაფერს თვალს დაადგამს. ეს ხომ საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია. ხომ მეტყვი როგორ იყიდე? მაგრამ როგორ შევთანხმდით? ამ საიდუმლოს მოგვიანებით ავხდი ფარდას. კიდევ 2 წელი გვაქვს. როგორ მე დაგითანხმებ? მაგრამ მოდი ნუ დავკარგავთ მღელვარებას. სერკან, შვილო, შენ გელოდებით. აქ ვგრძნობ ჩემი სუნამასონს. მიდი, შვილო. ვიცი, ვის გამოც დაისხა, მაგრამ კარგი. მოდით ჩანთები ავიღოთ და წავედეთ. მართო ჩემო, ეს ვენღაა. შედი, შვილო. და ახლა ზუსტად სარბენად გამოხვედით. ქორწილში მირბიხართ. ოჯახ თქვენ, საით გაგიწევიათ ჩვენგან მალულად? არ არის მე, დღეს არ მალავთ და ღიად ვამბობთ, რომ საქმროსთან ვახშამზე მივდივართ. ერთი წუთით ვერ გავიგე. ჩვენ არ დაგვპატეჟეს? ჩვენ ხომ კაცი ჭამიანები არ ვართ? უთხარი რომ ოთხნივ იქნებოდით, იტყვიან ეს რა უპატივცემულობაა. ყველა შეკრიბეს და აქ მოიყვანესო. ფიქრობ ისედაც უზრდელები ვგონივართ. ეს რას აკეთებს ახლა, გვამშვიდებს? რას რო შევგოგონი? ფერინ, რემსია, მოდით ნუ აცდენთ, წავიდეთ. დილით სამსახურში ვარ წასასვლელი. ნახე, მე გიფურთხებია შენი ძმისთვის. გოგოს გასათხოვებლად მიდიხარ და უფროსი არ მითხოთ. გოგოს გასათხოვებლად არ მივდივართ, ვახშამზე მივდივართ, არ გესმით? კარგი. წადი სასამართლოში და უარი თქვი ჩვენს ნათესაობაზე. კარგი და ვარესმია, განწყობას არ გაგიფუჭებთ და წავალთ. კარგი, თქვენ წამოდით, რა ვქნათ? წავიდეთ. მოიცადეთ, მანქანას წამოვიყვან. მანქანაც სარბენად გამოყვათ. ფერინ, მიდით ძვერფასო, მიდით. მიდით. აბარა. ნახეთ, ბაბუაჩემი ეს ჯილდო მაშინ მიიღო, როდესაც მე დავიბადე. დაჯილდოების ცერემონიალზე უთხრეს კაცს. მამიდა, რატომ ამოიღეს? აბა, როგორ მიდის საქმეები? დედა, ისედაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ზერინდეიდასთან. რატომ გამოიტანია საქმეებმა? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გოგოები მიხვდნენ და გაუხარდეთ, როგორი ოჯახის წევრები გახდებიან. გამიხარდებოდა ზერინსაც, რომ მქონდეს ასეთი ჯილდოები. ასე არ არის? ჰა. ესე იგი ამბობ, რომ ძალით აიღებ ამ საქმეს? არა, აქ შეჯიბრს ვერ ვხედავ ჯანამ. უბრალოდ მინდა დავხსდეთ და კარგად ვივახშმოთ თელმა ოჯახმა. სწორია, გთხოვთ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, შვილო. საღამო მშვიდობისა. კეთილი იყოს. რა ხდება ზერინდეიდა ჯერ კიდევ ბრაზობ ჩემზე? არა, ძვერფასო, უბრალოდ ასეთია. მიხარია შენი ნახვა სახლში, რომელშიც გავიზარდე.
რომ ცოდნოდა რომ ასეთი მიღება იქნებოდა 3 დღე საჭმელს არ შევჭამდი. სერგან არ ეცე საჭმელს დათვევით, არ იფიქრან რომ შეერიხარ. თუ უფლებას მომცემთ? ზერინდეიდა იმ გაუგებრობის გამო რომელიც გუშინ მოხდა ჯერ ოუქოს უხდი მადლობას და მერე ჩვენ სტუმრებს რომ არ გვაწყენინეთ გასამოხშულო არაფერს თუმცა ამით დამთავრდება სტუმრობა ძალიან მალე ამ სოფრასთან მსხდომები დიდი ოჯახის ნაწილი გახდებიან გემრიელად მიირთვით გამარჯობა მაპატიეთ დამაგვიანდა ცოტა თქვენ გვაპატიეთ ჩვენ ცოტა ადრე დავსხედით ხომ არაფერი დავარღვია ოიქოს გაცნობის დღიდან სულ სხვა ადამიანი გავხდი ანუ უკეთესი გავხდი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მასალა ამ ურთიერთობამ ეს არის ნდობა ნდობა და გულახდილობა ერთმანეთთან ეს ყველაფერი ერთმანეთს უფრო აკავშირებს ძმა საერთოდ ვერ უძლებს ასეთ რამეებს საერთოდ ნახე ეს ბიჭი ძალიან ლამაზად საუბრობს სწორად ლაპარაკობს ლაპარაკს თუ გააგრძელებ და ჩემი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩება ანუ არ არის აუცილებელი ჩვენ ხომ ბოლოს და ბოლოს სატირლად არ მივსულართ არამედ სამხიარულად ხომ ასეა დაჯექი არ მიყვარს წინასწარ საუბარი მაგრამ დაე ყველაფერი დალაგდეს გეფიცები წინასწარ თქმის წინააღმდეგი არ ვარ ყველაფერი დალაგდება მაშინ მიერთვით გემრიელად მიერთვით Yavaş annem, yavaş. Yavaş. Al şunu. Peren, Esra, bardis peorea? Რა არის? Kara. შავი. რესპი, მე რა გეტყვი სახლში რამ წავალთ? ეს რაში გავეხვიე? ჯანადეიდა. ეს რისგან არის მომზადებული? ეს გუფთებია, რომლებიც მთელი მსოფლიოს ფასეღერს. ასე როგორ შეიძლება, მამიდა? უბრალოდ ჩვენს ოჯახს უყვარს ხორცი. მისი სახელწოდება გახლავთ გუფთა ჩიტის ბუდეში. ძალიან ძვირფასი და ძვირადღირებული რეცეპტია. თვალი არ გეცეთ. ჯილდოებით შეიკრებნენ აქ ჯარისკაცებივით. კერძებზე რომ ვისაუბროთ, ბავშვების მოგონილს გავს. ოღონდ სახელები აქვთ უცხოური. ჯანან, დასაცინენ დაგპატიჟა. ღვთის გულისათვის. დედა ძალიან გთხოვ. ზერენ. ამ ინტრიგების დრო რომ მქონოდა. მაგრამ ხომ იცი რომ ჩემი სცენარი ახლახანს დავამთავრე და მხოლოდ ახლა გამოვისუნთქე. შენი შესაფერისი საქმე იპოვე. გიყვარს ფილმების დადგმა. ასე როგორ შეიძლება ბეკერ? გაბატონო ჯანან. ბევრ აპლოდისმენტს გისურვებთ. და რა ფილმია? მთელი ოჯახით უნდა ვუყუროთ. რა თემაზეა? დაურესმე, ყველაფრის მოყოლა რომ შეიძლებოდეს ასე მაშინ ფილმს არ გადაიღებდნენ. ხომ ასეა? აგვიხსნას ძვირფასო, აგვიხსნას. იქნებ ეს ისტორია ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მართალია ზერინ. ზუსტად 40 წელია არსებობს ჩვენი კომპანია და 40 წელია მამაშენის ისტორიებს ვიპარავთ. მართალია. ჩემი განსხვავებული მამამთილი ძალიან შრომის მოყარი ადამიანია, წერს და წერს ისტორიებს. იქიდან სადაც არის. ცნობილი თექინსოები კი საფლავიდან იპარავენ. ჩემი მული ასე ამბობს. თქვენს პირში აქ არის მაგის გამა. ჩვენ ხომ მამაჩვენის რეული არ დაგვიმარხავს მასთან ერთად. მამაშენს ვათხოვეთ წასაკითხად. ვათხოვეთ და მას მერე არავის არ უნახავს და არ გაუგია. დედა ასე თუ გააგრძელებ, მაშინ ჩვენი წასვლის დროა. ასე გააგრძელებს. ზერინ, შენ მურსელის თემაშიც მე მადანაშაულებდი. რა არასტაბილური ქალი ხარ. მამა ჩემი რა შუაშია. რა შუაში უნდა იყოს? ჩემთვის ნერვების მოსაშლელად ამბობს.
ისმინეთ, იცით რა ვქნათ? პრეზენტაციაზე მოდით ყველანი, მსახიობებს გაიცნობთ. მუსიკა იქნება, იმხიარულებთ. აბა რა სიტყვით? ერთი წუთი. ჩვენც პატიჟებთ. ცხადია, ყველას. ჯემ, იქნებ წარმოდგენაზე დავპატიჟოთ. გამოშვება უფრო ოფიციალური ნაწილია. დიახ, არ შევქმნით უხერხულობას. ძვირფასო შენი მოსვლა ან წასვლა არ განიხილება. ცოტა დარჩა საერთო საქმემდე. ვერ გავიგე? ერთი წუთი. სად უნდა იმუშაო? უფრო სწორად იმუშაოთ. დაზუსტებული ჯერ არაფერია. ოიქო ლონდონის კინოაკადემიაში სწავლობდა. გარდა იმისა, რომ დაამთავრა, ჯილდოც მიიღო. გილოცავ შვილა. დიდი მადლობა. მის რაზეც ჩვენ მუშაობთ, არ გაკმაყოფილებს? მეც ასე მგონია, მართალია. საბუთებს მომზადებს და თან ჩვენთან ითანამშრომლებს როგორც კომერციულ კლარკთან. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. იქნებ ჯობს არ განვიხილოთ ვახშამზე საქმეები, მე ვილაპარაკოთ ამაზე. ზერენ, მაშინ თქვენთვის მოსაწვევებს მოვამზადებ პრეზენტაციისთვის. მომზადე. ცოტა მომქროვილი გააკეთე მოსაწვევები. ლამაზი რომ გამოვიდეს. ყველა ერთად მოვალთ, შენ არ იღებო. რა ლამაზი ჟასმინებია. შენზე ლამაზები არ არიან. ძმაო, შენ არ ფიქრობ დაქორწინებაზე? არა. ხალხზე გვინ ვიზე იფიქრებს უცნობია. ხომ ასე? იქნებ ახლაც მოსწონს ვინმე. ჩვენ რა ვიცით? ასე არ არის, ძმაო. შენს ბიძაშვილებს უკვე დიდი წვლილი შეაქვთ ურთიერთობის დასრულებაში. ჯერ კიდევ მის დაწყებამდე. მითხარი, რამე ჩემს სიგნზე. აბა რა, ჩემს ყველა ხომრობაზე ცხვირი ჩამოუშვი. მართლა დავფიქრდი უკვე ჩემს ასაკზე. Vallahi mizah anlayışımdan endişeye düşüyordum gerçekten. კარგი, იმის გამო რომ ერთი-ორჯერ გავიცინე, მეგობრებში ნოჩამწე. რა ისმის სასტუმროს უცნობისგან? ხომ თქვი არავის უთხრა მეთქე? არა, და მაინტერესა და დაუკავშირდით თუ არა. გაჩუმდი. რა საკეთებ? ასე როგორ შეიძლება? მაშინ გაჩუმდი. შენ რა ბავშვი ხარ? შეერი დარჩი. მერტო რა დავაშავე? გზიდან ჩამომშორდი, შეერი ვარ. წყობიდან უგამომიყვანთ. მინდოდა მეკითხა, არის თუ არა თქვენ სუბანში საკანცელარიო ნივთები? შენი ნომერიც არ მაქვს, ვერ გავარკვია. მეგობარო, რომ დაიწყე ახლა კალმებზე და წიგნებზე საუბარი, შეერი ვარ, ვერ ხედავ? მისმინე. ერკვევი ბალახებში, ეს იჭმევა? იმ ადამიანს სასტუმროდან თუ ვერ იპოვი, მაშინ შენი არეული გრძნობები სასიყვარულო ილუზიად იქცევიან. მართლა ჩემო. გეფიცები. რატომ არ გინდა რომ დაგეხმარო? ძმაო, იგივე ფრაზა გაიმეორე ორი ნაბიჯით უკან. ვერ გავიგე? არაფერი. ჩემს ძმას კუჭი ცარიელი აქვს. და ჰორმონები იღვიძებენ. მერე კი თავდასხმაზე გადადის. რა უცნაური ოჯახია. ფილმი გახმოვანებულია კროკონეტჯის მიერ. ფილმს წარმოგიდგენთ კროკობეტ.com-ი. Ay Ünal. İyi ki კიდევ კარგი მერლინის შარფი არ გავიკეთა. ვიგრძენი რომ ავითვალისგან უნდა დამეცვა. გეგონება თვითონ არ გონდეს ავითვალე. და ქალბატონო ჯანან, მერლინი რომელიც ახსენეთ. შეუძლებელია ეგ შარფი. კარგით. მერლინ მონროსია? მისია ძვირფასა. უნალმა ქორწინების წლის თავზე მეყიდა საჩუქრად. ოღონდ დღემდე არ უთქვამს როგორ იყიდა. მე გეტყვით. და გახსოვს როგორ ვთხოვდი ჩემს განსვენებულ მეუღლეს შარფს. ლოს-ანჯელესში ვიყავით და biz Los Angeles'a gitmiştik de bunun için. ვფიქრობ ლოდინი 2020 წლამდე მომიწევს.
ძალიან ნაზი სტრუქტურა აქვს. მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაშიც არ შეიძლება. აუცილებლად ხელით იქნება გასარეცხი. მანქანაში არ შეიძლება ხომ ასე და იყიდეთ, არ გაჩერდეთ, ყველაფერი იყიდეთ. როგორც მოვიდა, ისე წავა. ღმერთმა თვითონ იცის. ერთ ჩემს მეგობარს მექსიკიდან ყოველ ჩამოსვლაზე მარცვლეული ჩამოაქვს. დასავლეთის ყავა. დასინჯეთ მოგეწონებათ. აი ძალიან მიყვარს. მე და ჩემი განსვენებული ერთად ვსვამდით მაშინ, როდესაც ტიხვანში ვიყავით. მაგრამ მე აქ ვეღარ სადნახეთ. რაში მჭირდება ყავა, რომელსაც თეფშზე ვერ დავდებ, რად მინდა? ის ერთი კულტურაა. ეს მეორე ძვირფასო ზერი. აბარა. ზერინი ამ საკითხში ძალიან ჩამორჩა. მასთან სახლში რომ მივდივართ, არაფრით არ გვიმასპინძლდება. ერთ-ერთიც კი არ გამოდის. მისი სტუმართმოყვარეობა. მაგრამ აქ ესეც არის. კი არ ვაკებ. არა შევაკებ. ჩვენი ოჯახის ღირსება ფერინმა შეინარჩუნა. ეს კი აფუჭებს იმას, რაც ფერინმა შეინარჩუნა. რა ქნასაბა ადამიანმა. შერცხვეს რომ ჩაეძინა. შეხედე ამ სახლს რა უნდა ქნა. ძილის გარდა. არც სული, არც ხმა. არაფერი. ყველაფერი სკულპტურას გავს. ჯერ ყავა არ მომზადებულა. ძმაო, წვიმაც არ იწყება უცებ. ველოდებით, ცოტა მოითმინე. თითქოს წვიმისგან ძალიან განსხვავდებოდეს. წვეთავს, გეფიცები, წვეთავს. ადამიანს ეჩვენება, რომ თითქოს მოდი, საპირფარეშოში გავა. მაღლა მეხუთე კარია. მადლობა. ეშლება მარჯვენა და მარცხენა წავალ და დავეხმარები. დაო, ცოტა ხანს მომასვენე. ფრთხილად. 3-4 სართულია თქვა არა? ბეკერ, ჯაკუზი ნახე. გეფიცები რებსიე. მათი აბაზანა ჩვენ საძინებელზე დიდია. მართალია. მიდი წამოდი. ბეკერ, წყლით რომ იყოს სავსე და შემთხვევით ჩავარ და დავიხრჩობი. ღმერთმა დაგიფაროს რესმიე. ეს საშხაპეა? ოთახს თავისი აბაზანა აქვს. ვინმეს რომ მოუყვე არ დაიჯერებენ. იატაკს შეხედეთ. შუშასავითაა. ამ ფერს შეხედეთ ერთი. როგორ მიხდება? ეს რაღა საპატარც ლოკაბას გავს. შენ საზაკს არ შეეფერება. ისე ძალიან მომიხდება. ამას შეხედე. ამისგან ორზე და შევიკერავდი. ნახა. ძალიან ლამაზია. შემიყვარდა. რესმიე. ნახე რესმიე. რასაკეთებ ბეკერ? შეგნით ქენი, შეგნით. ელვა შესაკრავი გაიჭედა. ვერ ვიკრავ და არ იკრება. რა ჩაიდინე ბეკერ? ღვთის გულისათვის მინდოდა მკერავისთვის მიმეცა. იმიტომ რომ ელვა გაფუჭებული ქონდა. მე რა ვიცოდი ელვა გაფუჭებული თუ ქონდა. ამ მკერავის ამბავი შენ მაგი დაზიდადე, მე კი ავდექი და ჩავიწვი. მე ერთად ჩემო საყინულეში უნდა დამედო. გეკითხა მაინც. ახლა ქალბატონი ჯანანის წინაშე შევრცხვებით. რესმიე. მუცლის გამო ვერაფერს ვხედავ. მიდი, გადამარჩინე. გაწიე ხელები. გაწიე. რა მოხდა? ადექი წადინახე რა ხდება მაღლა. წავალ ნახა. არაფერი მომხდარა და არ იღელა. ბეკერ. რესმიე. მიშველე. ყველაფერი უნდა გამოასწორა.
აბა ნახე გამოგდის. ეს მიემიშველი. მეორე მხრიდან სცადე მიდი. ბეკერ ხელში მოგეცი. გადაახვია. გააკეთე როგორც გეუბნები. ვერაფერს ვერ ხედავ, არ გამოდის, არა. მიდი, როგორც გითხარი. შემეშვი. მიდი, რაღაცა გააკეთე. ბეკერ გააკეთე რამე. კარგი, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერაფერს ხედავ, დამანებე თავი. რას აკეთებთ? პასუხის თავი მაქვს, შემეშვით. დაიკა, პრობლემა გვაქვს. დაგვეხმარე გთხოვ. ვერ დაგეხმარებით, დავსოლდებით და ტანსაცმელი გამიფუჭდება. ვერინ დამეხმარე. როგორ დაგეხმარო და ორესმია. ვარცხნილობა და ტანისამოსი გამიფუჭდება, მაშინ მოკეტე. ან არ ვიცი, წადი და აბაზანა ჩაკეტე. ახლავე დავკეტე, მოიცადე. ძმა, რატომ არ გავხარ ჩემს სიძეს? სიძე, ეს უფრო გავს. მას კი არა. მე მამიდას ვგავარ. ის კი დედას, ამიტომაც ვგავართ ერთმანეთს. მამა ჩემი კი დედა ჯანანთან მეორე ქორწინებაშია. მამა შენთან ჯანან დაიდა? მამა შენთან ჯანან დაიდა? იქნებ ცოტა ხანს გაჩვენდა. უბრალოდ ვსაუბრობთ. ძმა, მაშინ შენ დედა შენს გავხარ. ძალიან ლამაზი სახე გაქვს, მაგრამ ხასიათით მამა შენი ხარ. სულ არ ვლაპარაკობ. ასე არ არის? საერთოდ ხმას არ იღებ. არ ვლაპარაკობ. მაგრამ როცა საჭიროა ვლაპარაკობ. ან შეყვარებული ეჭვიანი თუ ყავს, მას რამდენიც უნდა იმდენს. ძმაო, შეყვარებული ყავს? აინარ ღვთის გულისათვის რატომ არ მითხარი? დიახ, ყავს. სერიოზულად? შესანიშნავია. მაშინ ვინაიდან პირად ცხოვრებაშიც ბედნიერ ხარ, ამერიდან სამსახურს აღარ მიუძვნებ მთლიანად თავს. ხომ ასეა? სინამდვილეში შევამჩნიე. იცი? არა, უშავს იქნებ დაშორდნენ. ძმაო, ანუ პირდაპირ გაგებით შეყვარებული ხარ? ნამდვილად. იქნებ ჯემამ დედა, ოიქომ დედა ქორწინდეთ. ვინაიდან მისმა ძმამ არ იცის მისი შეყვარებულის შესახებ, ესე იგი მნიშვნელოვანიც არაფერია. არა, ჩემი ძმამ საკითხში ძალიან წუნია. აქამდე მხოლოდ ერთ ყოფილს ვიცნობდით, მას მერე არავის. ეს კი ადამიანს სიცოცხლეს აშორებს. მართლა, შენთვის ამის თქმას ვაპირებდი. კარგი, დაივიწყე. როგორ დავივიწყოთ? როგორ მე ერთად ვივახშმოთ? გავიცნოთ, რა თქმა უნდა, სხვებს თუ არ გავს. ერთი წუთი. ხალებს ყველა ერთნაირი უწოდა. მე არ მithkoms რომ ასეთია. იქნების ქალები, რომლებსაც ყველას ერთნაირს ეძახით, თქვენს გამო იქცევიან ასე. მათ ცხოვრებაში იჭრებით და ყველაფერს ურავთ. სანამ ჩემ წიმყოფი ქალი უფლებას არ მომცემს არასდროს არ ჩავერევების ცხოვრებაში. ძალიან კარგად ჩაერავე. თანაც როგორც ადამიანის ცხოვრებაში შესვლა და მისი გაბედნიერება შეგეძლია, ასევე მისი გაუბედურება შეგეძლია. ყველა ერთნაირია, რა ამაზე რძენი სიტყვებია. ერთი წუთი. მე გარ მithkoms, ჯემა თქვა. მე არაფერი მithkoms, მაგრამ საყვედურს ვიღებ. ჩემო სიცოცხლე. რომ ცოდნო და ასე გაბრაზდებოდი, არ ვიტყოდი ამას. დამშვიდი, კარგი? ხომეცი რომ არ მიყვარს მსგავსი სიტყვები ჯან. რაღაცას კითხავ, ჯემ. ოიქოს ხელის თხოვე? თავისთავად. უბრალოდ, როდესაც თითზე ბეჭედი ვერ ვნახე, ვიფიქრე უბრალოდ სიტყვიერად შეთანხმდით. ოიქო.
ჩემო სიცოცხლე სად არის შენი ბეჭედი? ძმაო ისე მოხდა რომ შხაპის მიღებამდე მე მომცა. მე კი დამივარდა. ვეძებე და ვერსად ვიპოვე. ასე როგორ შეიძლება? წავიდეთ მაშინ ყველამ ერთად და ვიპოვოთ. არა, ჩვენ ვნახავთ. სად მიდიხართ? საფერფარაშოში. რის მიღწევას ვცდილობ? შენ რისი მიღწევა გინდა? რატომ წამოჭერე ყველა წინაშე ეს თემა? რა მოხდა? არაკომფორტულად იგრძენი თავი? ძალიან არაკომფორტულად. მე და შენ ხომ განვიხილავთ ამას ერთმანეთში. არა, მე და შენ არაფერს მოვაგვარებთ. შენ რა მეთამაშები? არ ვიცი, შენ უკეთესად ერკვევი მაგაში, ხომ ასეა? ჯერ მოტყუებული იყავი, ახლა ინიშნები და კომპანიაში იწყებ მუშაობას. ეს ჯემის იდეაა, მე არ მეხება. კარგი ერთი. ჯიბეში კარგად იდებ. მისვინე, არ ვიცი რა მიზანი გაქვს, მაგრამ საერთოდ არ გენდობი. ნათელია რომ ჯემი მოატყუე, მაგრამ ჩემგან და ჩემი კომპანიისგან თავი შორს დაიჭირე. შენ კი ჩემი და ჯემის ურთიერთობისგან თავი შორს დაიჭერე. აღარ წამოიწყო ეს სულელური თემები. იზმირზე, ბეჭედზე და ასე შემდეგ. ჯერ არ დაგიმთავრებია? არ დაგიმთავრებია არა? რესმია, შეკეთებას ვცდილობ, ვერ ხედავ? და ორესმია. უკვე ნახევარი საათია ყველაფერი ჩავგადა. რა საკეთებ ღვთის გულისათვის? გთხოვარ და აბიჯო, წეღან გავწმინდა. Yeni sildim günah valla. და ორესმია. ამას რას უკეთებ? Ne yapıyorsun? ქაურობა სულ გავწოზად. უნდა გამეწმინდა, სხვანაირი საქციელი არ შეგვეფერება. არა. ღმერთო. როგორ არ დაგენანა ეს ნივთი? შემომხედე. ადამიანი ხარ? ღმერთო, რა დავაშავეთ ასეთი უბედურება რომ დავიმსახურეთ? და ორესმი, მომეციეს. საწყალი მერლინი. მერიემი? ღმერთმა დაგსაჯოს. ღმერთმა დაგსაჯოს. აბაზანა მაღლა არა? მოძებნე და იპოვე. $400,000. ზუსტად $400,000 ღირს ეს ნივთი. მაგრამ თავარი ამ ნივთის ფასი კი არ არის. იმიტომ რომ ფულის პოვნა ყველგან შეიძლება. თავარია ამ შარფის ღირებულება. მაპატია მერიამ. გემუდარები მაპატია. სად ვნახო $400,000? ამ ხელა ფული არ გვაქვს. ამდენი ფული არ გვაქვს. რა შალი იყო ასეთი? მე აქ ლამის მოვკვდი, თქვენ კი ამ ნივზე დარდობთ. ხვალ-წახვალ და ასეთივე სიყიდით. ძმაო, ვიპოვე. ვიცი სადაც წავალთ. გადაგარჩინე გოგონი, გადაგარჩინე, არიტირო კარგი? არიტირო. ხვალ იმასთან წავალთ, ვინ ზუსტად ამის ასლს შექმნის. ღმერთმა ქნას ყველაფერი გამოვიდეს. გონი გამავა. ის ვინც ყავს აკეთებს, ის კი არა ვინც ახალბებს, არამედ ის ვინც ასლს ქმნის. რესმია? ფერინ? და სად ხართ ღვთის გულისათვის? არ გაბედოთ არაფერი უთხრა. მოვდივართ და ძმა, მე ღვთის გულისათვის თმა გაიშრა. წამოდი აქედან. წამოდი, მიდი. მიდი.
ნახე და რა მოგიტანა. მედი შეჭამე რამა. თორე მე რეგულე მიგდის დედა კი მე მადანაშავლებს. არა დაოდილი შევჭა მართლა. არ შეიძლება ხასიათო ჭამა. ცოტა უნდა შეჭამა. ეგ ჯანანი თვალებით ისე მიგვანიშნებდა. არ თქვა, კარგია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კარგია რომ ყველაფერი ჩხუბის გარეშე დამთავრდა. თანაც გემრიელად მივერთვით. ვერ შევჭამეთ, მაგრამ არ აუშავს. კარგი და შენ და თავში ყველაფერი დაგილაგდა. თავში ყველაფერი დალაგებული მქონდა ისედაც. ასე არ გამოვა, შევს ასე ვქნათ. წახვალი ადამიანთან ეთყვი ყველაფერს როგორც არის, ყველაფერს რასაც გრძნობ. ხომ გესმის? და მე არ ვფიქრობ ყველაფერზე შენსავით. კარგი, ყველაფერი მორჩა. დავივიწყეთ, მორჩა. მაშინ რატომ ხარ მოწყენილი? ნუ მაიძულებ ვინანო ის რომ რაღაც მოგიყევი, კარგი? მედი მე წავედე. ამ მშვიდობისა. შეგიძლია ხოლ დამეხმარო ერთ საქმეში. ებრძანე? რაც უფრო მეც ვლაპარაკობ, მით უფრო მიქრება შიმშილის გრძნობა. კარგად ყოფა, მაგრამ რომ გიქრება. მედი შველა მორჩი საუზმობას, სალონში წავიდეთ. ნატურალური საღებავი მოიტანეს. შენი თმის ბოლოებზე მოვსინჯოთ. არ შეიძლება დღეს ვერ წამოვალ. სერქანი გამოყვას. გოგო, მე რა შენს მას შევოღებოთ მა? მერთო ჩემო. მე რა მანეკენი ვარ? ეს ვერ მოვალ, საქმეები მაქვს. 30 წლის მანძილზე ერთხელ გთხოვე დახმარება, შენ კიდევ საქმეები გაქვს. დედა თითქოს საქმეები არ მქონდეს მართლა. ფიქრობ, არ ღირს ამაზე ჩაციკლა, იმიტომ რომ თეორიულად შენ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხარ. არ ვიცი, მაგრამ მე დამივიწყეთ. მომის მინიშვილო, რამე პირადულია. შეიძლება ითქვას, ნახე. რა უნდა ქნა რა? თუ ენგინ დენისთან წახვალ გადაღებაზე და ეტყვი მორჩა გადაღებულია? ნუ სულელობ რა. მომისმინე როია, რაღაც მსგავსი რა მოხდეს, ნაკუწებად გაქცა. დედიკო მსგავსი არაფერია, მერტო ჩემო პირადი საქმეები მაქვს მეთქი. დედა მე წამოვალ შენთან. შულა შენი საქმეების გადამყიდე მოსვლა შეძლებ. დედა იმის თქმა უნდა რომ რა შეჭერდები შენ, როცა როიას მსგავსი ვერი არსებობს. ვირა. მერტმა ქნას ვიცოლა თქვენი არ იყოს, თორემ დილი და მერავიდან. გეფიცები ჩემი სახლის ეზო ჩვეულებრივი გზაგონია. მერტო ჩემო, ვინ მოვიდა ნედა? ჩემი ძვირფასი და საყვარელი. მოდი, შემოდი. არ შეგაწუხებ ძერინდეიდა. ოიქო სასაყვანად მოვედი, სიურპრიზი მაქვს მისთვის. დაუძახეთ მაიცადე. ოიქო, მოდი შვილა. ალბათ არ ესმის. მოიცადე შვილა, შევალ და ისე დაუძახე. ოიქო, აუცილებელია რომ მაყვირა. სათხარ. ოიქო. რა გაყვირებს დედა, რა მოხდა? საინტერესოა რა მოყვირებს. რატომ არ პასუხობ, როცა გეძახე? ნახე ვინ მოვიდა. ჯან. წამოდი. სად? სიურპრიზი მაქვს შენთვის. დედა სალონში უნდა დავხმარებოდე. რას დამახმარებოდე შველა? როი არისთვის მყავს. მიდით, თქვენ წადით. კარგი, მაშინ ფეხზე ჩავიცვან. მიდი შველა. კარგად გამოიყურებით. გამარჯობა. სიურპრიზის გასაკეთებლად მოვიდა. მიდი შველა, მიდი. დროებით. აბა დროებით. ბედნიერი მგზავრობა. Hadi çocuğum, hadi selamet. Hadi Mert'i tkenskan. Ya Rabbi. Mert. bakalım. ერთი ამ საშინელება შეხედე სახლში. Yüce Rabbim ya. შეხედე. ვინ იტყვის რომ აქ ორი ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს? Terliklerin haline bak. ნამოთ შეხედე. ყოველ ჯერზე მე უნდა გავასწორო. მერთო ჩემო რა ხდება? ქალბატონო როია საით. ქალბატონო როია გესმით ჩემი? Biliyor musun beni acaba sen? სად მიდიხარ შვილა? სწრაფად. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ფერენ.
გეფიცები კუბოში ამოატრიალებენ ხალხს. კარგი, მაგრამ კიდევ მითხარი, რომ ეს ადამიანი დაგვეხმარება. დაგვეხმარება. უკვე 1000 ჯერ გითხარი. ფულს თუ მისცემ, ერთ შენაირსაც გააკეთებს. იცი, რასაც გააკეთებს? ის შენზე ორიგინალური იქნება. მეც იგივე მითხრეს. მან ვინც ეს მერჩია, აბა საიდან უნდა ვიცოდე? აქ პირველად. არასოდეს არ ყოფილა აქამდე. ესე რომ გასაგებია. ფერი. ხომ კარგი გამყალბებელია. გაჩვენდი შვილო, ნუ ეძახი გამყალბებელს, თორემ მაჩვევი და ასე დაუძახებ. შეგნითაც ასე რომ დაუძახო, სირცხვილე იქნება. ისინი ოსტატები არიან, რომლებიც ასლებს ქმნიან. აბა თქვი? გაი მეორე. მაგასვეტყვი, ოღონდ ყველაფერი მოაგვაროს. ფაშას დაუძახებ, ხელებს დავუკოცნი. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მოითხოვს. დამშვიდი, ყველაფერს გააკეთებს, წამოდი. გამარჯობა. კეთილი იყოს ფერინ, კეთილი იყოს. ჩემო მეგობარმა, ჩემის სახელიც გითხრათ არა? მადლობა მას, განსაკუთრებულად რომ მოეკიდა ამ საქმეს. გალბატონო ფერი, მე ხომ ოსტატი მეჰმეთი ვარ. ჯერ კიდევ წინა კვირას. მეჰმეთ, მომისმინე. შეგიძლია ზუსტად ამის ასლი შექმნა. შექმნი, ოღონდ დრო დამჭირდება და მოვაგვარებ. ასეა თუ ისე, ქალბატონი ფერინი ჩვენი მუდმივი კლიენტია. არ შეიძლება თქვენი ხელსარიელი გაშვება. ცხადია, ქალბატონი ფერინის გამო ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებ. ეს ხომ ქალბატონი ფერინია. წამოდი. ეს არის შენი სიურპრიზი. ცხადია არა. რაღაც დამრჩა და წასაღებად მოვედი. იქნებ მანქანაში დაგელოდა. ოიქო, ღვთის გულისათვის. ვის სიცხენია? წამოდი. კეთილი იყოს ბატონოჯან. მადლობა. ჩვენები სად არიან? თავის კაბინეტებში დალებთ რამეს. არა, მალე წავალთ. აბა, როგორია? ამიერიდან შენი კაბინეტია. ჯემა გვერდი მუშაობ. კარგი, შეგიძლია ისე შეცვალო ინტერიერი, როგორც შენ გინდა. არა, საქმე ამგაში არ არის. ამას სპონტანურად აკეთებ. არა, არ ვაკეთებ. დედა ჩემი და უნალბიძიაც კი აღფრთოვანებულები დარჩნენ შენი ნახატებით. თანაც მათ მხარი დამიჭირეს. ერთად რომ გვემუშავა, თანაც რა გამეგება პრეზენტაციებში. რაღაცას მოვაგვარებ და მალე მოვალ. კარგი, დამელოდე.